აი ესე იგი შეხედეთ რა საკაიფო რაღაცაა. ეს ნახეთ, ამას მოგვიანებით გაჩვენებთ. ეხლა ვკიდებ ხელს სავარძლებს. ძალიან კომფორტული რაღაცაა, მაგრამ ყველაზე მაგარი. ესე იგი წავიდა კარები, გაიღო. ცოტათი მოგვიანებით გაჩვენებთ თუ როგორ ტრიალებს ეს ყველაფერი და მანქანა პატარა კონფერენც დარბაზად იქცევა. ერთი დაიხურა პატარა ლიფტივით. ეხლა დაიხურება მეორეც. დაიხურა მეორე კარები. უბრალოდ შეხედეთ ესეთ რაღაცას. მე ვზივარ. აი, ჩემი ფეხები. აი, შეხედეთ უბრალოდ ფეხებს. აი, შეხედეთ ფეხებს. ესე იგი, აი, არ ვიცი, ჩემი ხელი უფრო მოკლეა ვიდრე ის ადგილი თუ რამდენი დამრჩა წინა სავარძლამდე. ეს რაღაც ანათებს. ამას ყველაფერს ახლა დავათვალიერებთ და ვნახავთ. ვზივართ უკან მიქსში. ავტომობილი მოძრაობს თვითონ. ყველამ რა თქმა უნდა შევიკარით ღვედები. ჩაერთო ავტოპილოტი და ავტომობილი მიდის თვითონ დანიშნულების პუნქტამდე. ძღოლმა შეიყვანა სადღაც წავიდეს ავტომობილი, გაუშვა ყველაფერს და მანქანა მიდის. თვითონ მოძრაობს. ითვალისწინებს რა თქმა უნდა ყველაფერს, ზოლებს, სხვა ავტომობილებს. ჩვენ ვზივართ. პრინციპში ალბათ შეგვეძლო არ დამждარიყავით, მაგრამ ხუმრობ რა თქმა უნდა დამждარიყავით, მაგრამ სრული ავტოპილოტი რასაც ყვებოდით ადრე. სამწუხაროდ საქართველოში ეს არ მუშაობს. ანუ დანიშნულების პუნქტამდე არ მიდის, თორე ისე რა თქმა უნდა მუშაობს ავტოპილოტი. უბრალოდ ნავიგაციის მიხედვით ჩინეთში შეუძლია მივიდეს კონკრეტულ ადგილამდე, რომელსაც მიუთითებთ რუქაზე. ან უბრალოდ ეტყვით. მოკლედ მივდივართ ზიკრ მიქსით. ისეთი დიდი მოცულობის ავტომობილია, თითქოს შიგნით შეიგლიათ ესე იწურავთ. ძალიან დიდი მოცულობა აქვს შიგნით. ვცდილობთ არ დავარღვიოთ, ვიაროთ ნავიგაციის მიხედვით. ამ მანქანასაც ისეთივე ელემენტები აქვს როგორც წინას. გადის 700 რაღაც კილომეტრს, ისევ იგივე head-up display ჩემ წინ. სხვათა შორის X7-თან შედარებით უფრო ნაკლებად რბილია, ცოტათი უფრო მკვრივია, იგრძნობა. ის თუ რაზეც დავდივართ, მაგრამ ჩინეთში მშვენიერი გზებია, ამიტომ კიდე გასარკვევია საქართველოში როგორ ივლის. ეხლა ამჟამად შეიძლება სახელმწიფოებოდეს მასაჟია ჩართული, მაგრამ საჭესთან მივდივარ და არ ვიცი როგორ გავთიშო. სავარაუდოდ სადმე გავაჩერებ გავთიშავ, იმიტომ რომ მტეხავს ზურგში. ალბათ დანარჩენი ყველაფერი გაჩვენეთ. თქვენ თუ გძნობთ იმ სიამოვნებას, რასაც გძნობ ახლა მე, როდესაც ვზივარ ამ მანქანის საჭესთან. უნივერსალური ავტომობილი. ბევრს ალბათ MPV-ის ტიპის ავტომობილები არ მოწონს, მაგრამ მე ძალიან მომწონს. განსაკუთრებით ესეთი ზომის, რომლის დაპარკინგებაც მშვენივრად შეიძლება ქალაქში, ოფისად შეიძლება გადაიქცეს, საოჯახო ავტომობილად შეიძლება გადაიქცეს, თვითონ დადის, ყველაფერი აქვს და რაც თავარია, დიდი რენჯები აქვს. 10%-დან 80%-მდე ავტომობილს შეუძლია დაიტენოს 10 წუთში. წარმოიდგინეთ, ესე იგი, მისი სრული რენჯი არის 700 რაღაც კილომეტრი, ამას დავაზუსტებ და გეტყვით. დაგიჯდათ 10%-მდე, შეერთეთ სატენში და 80%-მდე. ავიღოთ მაგალითად, რომ ეს 80%-მდე იქნება, თქვათ, რენჯი 500 კილომეტრი. თქვათ,
10 წუთში 500 კილომეტრი? საკმაოდ ბევრია. 10 წუთი 500 კილომეტრი. როგორ თითქოს საწვავი ჩაასხით ავტომობილში. დანარჩენი ალბათ ეს მანქანა უნდა შეუკვეთოთ ჩაინაკარს ერთ ლიჯიზე. უნდა ჩამოგიყვანოთ. თქვენ უნდა დაჯდეთ, იკატაოთ, ნახოთ და მიხვდეთ თუ რაზეა საუბარი, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, ესეთ ავტომობილებში უნდა გამოცადოთ, უნდა ჩაჯდეთ და უნდა იგრძნოთ რა არის. სხვანაირად ალბათ ახსნა ამ დღევანდელი ტექნოლოგიების ახსნა საკმაოდ რთულია. ემოციონალურად ვერ გადასცემ ადამიანს, რას გრძნობ, როცა ატარებ ესეთ ავტომობილს. ვაჭერთ აქსელერატორს. ვაიმე დედა. 60, 80, 90. ოპა! ეს პატარა ავტობუსი გიჟივით კრიფავს. ვერ საუბრობდი უბრალოდ ისე ბოლომდე რომ მეთქვა, იმიტომ რომ უთვალთვალებდი მეთქი ძალიან სწრაფად არ აკრიფოს თქვენ. ამიტომ ცოტა შევჩერდი, ვერ ყვებოდი. ეს მე მგონი სხვათაშორის, მე მგონი არა, ეს ამჟამად არის ყველაზე კომფორტულ რეჟიმში. ალბათ რთული ასაღწევი იქნება, რა იქნება სპორტში. და ეს არის MPV. მინივენი ჩვენებურად. არა მარტო მონიტორზე, არამედ ცხვირწინ გვიჩვენებს. წითელი შუქი ანთია, რომ მარცხნივ მოხოვა ჯერ არ შეიძლება. ამას შუქნიშიდან როგორც გითხარით ინფორმაცია. აინთო მწვანე. შეიძლებაო წასვლაო, მიიღო შუქნიშიდან ინფორმაცია. მაგრამ ისევ და ისევ ეს თუ ცხოვრობთ ჩინეთში. საქართველოში შუქნიშნები გლობალური სისტემით არ იძლევა ინფორმაციას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ იმუშავებს საქართველოში. საქართველოში იმუშავებს უმეტესი ფუნქციები, აი ესეთი შუქნიშნების და სრული ავტოპილოტის გარდა, პრინციპში ამ მანქანაში იმდენი რაღაცაა, რომ ალბათ მაგას არც მიაქვს ყურადღება. სხვათაშორის ნიშნებს კითხულობს. ნიშნებს კითხულობს და იცის, სად რამდენი უნდა იაროთ. მეგობრებო, შეხედეთ, რასაც გეუბნებოდით. ტრანსფორმაცია ინტერიერის. ნახეთ. ესე იგი, ჩვენმა მენეჯერმა დააჭირა ღილაკს, ხელი და ნახეთ, ესე იგი, წავიდა წინა სავარძლები წავიდა უკან. აჰა, ეხლა მარჯვენა სავარძელი ტრიალებს 180 გრადუსით. სავარაუდოდ ალბათ ეხლა მარცხენა სავარძელიც დატრიალდება. აბა ვნახოთ მარცხენაც. და წავიდა ყველაფერი უკან. საინტერესოა, საიდან წამოვა მაგიდა. აი მაგიდა. ეხლა ალბათ დაიწყება ყველაზე საინტერესო რამ. ჩაუჯდეთ და შემდეგი ჩვენი, ესე იგი, რა ხდება? ეხლა გავარკვევთ და დაგიბრუნდებით. ესე იგი, მეგობრებო, გავარკვიეთ, იმ კომპლექტაციაში, რომელიც ყავს ჩვენ, არ გვაქვს მაგიდა, იმიტომ რომ გვაქვს მაცივარი, ანუ ეს ყოფილა უბრალოდ ესე იგი დასასვენებელი ზონა, ხო, რომ ეს შუა მოძრაობს იქით-აქეთ, მოუტრიალდით, აქ შეგვიძლია დავისვენოთ, ტელეფონი დავტენოთ, ეს გამოვა, ვისაუბროთ, ელემენტარულად რაღაცა ვითამაშოთ ბავშვებთან ერთად, ხო? მაგრამ არსებობს ვარიანტი, რომელსაც გაჩვენებთ, სადაც აქ იშლება მაგიდა და პატარა კონფერენც დარბაზად იქცევა ეს ყველაფერი. მართალი რო გითხრათ, ის მაგიდა ალბათ საკმაოდ არ ვიცი რაში უნდა გამოგადგეთ, იმიტომ რომ მანქანაში ალბათ არავინ არ აკეთებს კონფერენციებს, მაგრამ აი ესეთი ვარიანტიც ძალიან კარგია. ძალიან გამოსადეგარია. ესე იგი, Zikr Mix-ში თუ გავშალეთ სავარძლები ისე რომ გადაგვევიდა
კონფერენც რეჟიმში, სადაც ერთმანეთს უყურებთ, ვისვენებთ, თამაშობთ, რა ვიცი, რაღაცას შვებით. ამ შემთხვევაში საბარგული, რა ვიცი, თქვენ თვითონ შეხედეთ. მე მგონია, რომ ორი პატარა ხელჩანთა, სამი ხელჩანთა დაეტევა. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ გავწევთ წინ სავარძლებს, აი წავიდა. ესევე წავა მეორე, ეხლა არ მიდის, იმიტომ რომ წინ ბარი დგას. და რა თქმა უნდა, ეს გაიშლება და უკვე დაიდება 2 ჩემოდანიც და შეიძლება სიმაღლეში დაეტიოს 4 ჩემოდანიც, მაგრამ როგორც ასეთ საკონფერენციო რეჟიმში, როცა ერთმანეთს უყურებთ, ალბათ მაშინ ბარგიც არ გჭირდებათ. ვაჭერთ ღილაკს 1, ვაჭერთ ღილაკს 2. სავარძლები იკეცება და იკეცა. შემდეგ ეს სავარძლები მიდის წინ 1, 2. წავიდა. საწავიდა, შორს წავიდა. შორს წავიდა. ნახეთ რა მხელ ადგილია, სხვათა შორის ეს სავარძლები დგას რელსებზე და სავარაუდოდ ამის ამოღება შეიძლება აქედან. მაგრამ არ გაგიჭირდებათ ამის უკან ყველაფერს დაბრუნება, იმიტომ რომ თვითონ აკეთებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამ ხელა საბარგულში ჩაეტევა, რავი, ძროხა. თუ და გავიწყდათ ამის ამოღება, აი ამის ამოღება, როცა გამოკავთ უკან სავარძლები, მანქანა თვითონ თავის თავს დაამტრევს, არ დაგავიწყდეთ თავის არასდროს ამის ამოღება. თუ და გავიწყდეთ გადატყდება. აი ეს ვერ გათვალეს ჩინელებმა. ესე იგი, მეგობრებო, აქ გვაქვს მართვის მოდული. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, წინ და უკან ზურგი. რა თქმა უნდა, წინ და უკან სავარძელი და რაც თავარია, დავჯექი? ამომეწია ფეხების დასასვენებელი. გემრიელად. ამოვიდა. შემიძლია წამოუწვე. შემიძლია წამოუწვე. გავწიო ცოტა წინ. დავხარო. და მშვენივრად დავისვენო. აი ესეც ესე. აქ სხვათა შორის აქვს მართვის მოდული, აი, ნახეთ. გიჭირავთ ღილაკი. აინთო. აქ არის სიმძლავრე, რაოდენ სწრაფად უბერავს, გათბობა, გაგრილება. ორივე სიდენის და სხვათა შორის ორივე სავარძლის. სხვათა შორის ყველა სავარძელს მასაჟის ფუნქცია აქვს. წამოწექით, დადევით თავი, ჩართეთ მასაჟი, ალბათ ჩაგეძინებათ. კარგია. რომელი თქვენთაგანი არის რომანტიკოსი? ვის უყვარს საყვარელ გოგონასთან ერთად სადმე გასვლა, გარეთ, ტყეში მაგალითად, საღამოს და ავტომობილში კონდეს რომანტიკა. ძალიან გვაინტერესებდა თუ რა არის აი ეს. ხედავთ ფერს იცვლის. დიდი ხანი ვიჯაჯგურებოდით, ვერ გავარკვიეთ და შემდეგ მენეჯერმა გითხრა ესეთი რაღაცა. უბრალოდ მოკაჩეო. ეს არის ეგრეთ წოდებული ფანარი. ანათებს აქ იტენება, ანათებს, შემდეგ მით დადებთ სადმე, ყველა კარებშია სხვათა შორის. ფერებს იცვლის, რომანტიკა. აი ესე, რომანტიკოსებო. აი ესე კი რაშია საქმე. ხო ვიცით, რომ ამ ავტომობილს ძალიან ლამაზად եղება კარებები. გაიღო ერთი. სხვათა შორის ძალიან მოსახერხებელია, ძალიან მარტივი ჩასაჯდომია ავტომობილში. ვაღებთ მეორეს. მაგრამ უყურეთ რაშია საქმე. არ ვიცით რატო ხდება, მაგრამ მენეჯერმა ესე გაგვაფრთხილა, რომ ორივე კარები ერთად არ დახუროდო და არ გააღოთო. სავარაუდოდ, როგორც უკვე ჩვენ მივხვდით, კარები რომელიც მოდის და ეს კარებიც რომელიც შეხვდება ამ კარებს, ერთმანეთს დაეჯახება იმ მომენტამდე, სანამ დაიხურება და დააზიანებენ ერთმანეთს. რატო არ გათვალეს
რატო არ გათვალა ზიკრმა ეს მომენტი არ ვიცი, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ ერთბაშად კარები არ დახუროთ და არ გააღოთო. ამიტომ ფრთხილად იყავით, ბავშვებს ორივე ღილაკზე ერთად არ დააჭერინოთ ხელი. აი ესეც ესე. უკვე ნიუანსებსაც პოულობთ ავტომობილებში. აი მეგობრებო, გვინდა რომ მანქანა დავაბრუნოთ უკან ისევ ავტომობილურ რეჟიმში. არა დასასვენებელ, არა საკონფერენციაში, არამედ ავტომობილურ რეჟიმში. ჩვენმა მენეჯერმა დააჭირა ღილაკს და მანქანამ დაიწყო ტრანსფორმაცია. რა თქმა უნდა, სუპერ სწრაფად ეს ყველაფერი არ ხდება, მაგრამ სავარაუდოდ, როცა ესეთ მანქანას ყიდულობთ და ესეთ მანქანას გამოიყენებთ, ძალიანაც არ გეჩქარებათ არსად. ეხლა მოტრიალდება ორივე სავარძელი და მანქანა გადავა ისევ თავის ჩვეულებრივ სამოძრაო რეჟიმში. ეხლა დავჯდები და ვჯდები ვაჭერ მუხროჩს პაკა ხოუცნაურად გამოიყურება ავტომობილი. უცხოა და თანამედროვე. ესე იგი, რასაც ყვებოდით იმის თაობაზე, რომ არსებობს კონფერენც ვერსია, როგორც ჩვენ დავარქვით, რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის მიქსის, Seeker Mix-ის. აი მაგალითი, ესე იგი, ბევრი მუშაობს ფრილანსზე. ბევრი მოძრაობს ავტომობილით, სადღაც სჭირდება და მუშაობს. შედები ავტომობილში. მაქვს მაგიდა. იქ ვიღაცა ყავას ვავს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად. ხსნი ჩემს ლეპტოპს და მივიწიე სიდენია თუ მინდა, უკაცრავად სავარძელი. ვმუშაობ, საუბრობ, ჩვეულებრივად. ზოგიერთი ალბათ საერთოდ სადღაცას წავა, მაგალითად სადღაცას ტყეში ან რაღაც ლამაზ ადგილას გააჩერებს ავტომობილს, სადაც აქვს პანორამული სახურავი, ღამე გამოჩნდება ვარსკვლავები, თუ არა ვიწყებ მუშაობას, ვმუშაობ ჩემთვის სიწყნარეში, კარებებს დავხურავ, მიკროკლიმატი, 220 ვოლტი. ანუ გვაქვს შტეპსელი, სადაც 220 ვოლტია. იდეალური, რომანტიკა ხო არ დაგავიწყოთ, კიდე პატარა მაშუქები აქვს. ესე იგი, დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა. ეს არის ელექტრომობილი, აქ შეიძლება დაჯდეს ელემენტი, ვიღაცას რაღაც დაავიწყდა, არ დატენა ასე შემდეგ, რა ვიცი, გაფუჭდა ელემენტარულად რაღაცა, ნუ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩინელებმა გაითვალისწინეს ეს სიტუაცია და აი აქ გვაქვს ღილაკი. როგორც კი დავაჭერთ ამ ღილაკს, ყველაფერი გადადის მექანიკურ რეჟიმში და ჩვენ შეგვეძლება კარებების გაღება და მანქანის კარებებით მოქმედება მექანიკურ რეჟიმში ხელით. დაგვიჯდა ელემენტი, გვინდა გადმოვიდეთ მანქანიდან, გადავიყვანოთ მექანიკურში, ელექტროობა გაითიშა და ყველაფერი ფუნქციონირებს ხელით. აი ესეც გათვალეს.